სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათიშოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათიშოუ იწყება ალბათონებო და ბატონებო მიესალმეთ ჩვენს წამყვანს დათი ხიმშიაშვილი თუ დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათიშოუ იწყება ყველაფერი მაგრად იქნება მაშინ როცა დათიშოუ იწყება მოგესალმებით ზურფოსო ტელემაყურებლები თქვენ უყურებთ დათის შოუს და ჩვენი დღევანდელი მონოლოგის თემა საბურთალო. საბურთალო. ამ უბანში ყველაზე კომფორტულად თავს ხვიჩა კვარაცხელია გრძნობს, რადგან სადაც ბურთია, იქ ხვიჩა კვარაცხელია გრძნობს თავს კომფორტულად. საბურთალოს ერთ-ერთი გამზირია ვაჟა ფშაველა, რომელსაც ძირძველი საბურთალოელები ლუკა რაზიკაშვილის გამზირს ეძახიან. ვაჟა ფშაველაზე ასე უნდა იარო. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ლისზე ასე უნდა ისუნთქო. იმიტომ რომ ძალიან კარგი ჰაერია და რაღაც ადგილებში ასე უნდა იარო. იმიტომ რომ იპოდრობი. ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა ფშაველა პარალელური გამზირებია. ღამღამობით მოსახლეობა გასუსულია და ამ ორ გამზირს შორის შაირობას უსმენს. ისე ვაჟა ფშაველა ლოგიკურია. ალექსანდრე ყაზბეგიც ლოგიკურია, მაგრამ ამ პეკინმა რაღა დაწერა. საბურთალოზე მდებარეობს ბუკიას ბაღი, სადაც მე ვერ შევდივარ. ეს ბაღი ბუკიასია, მე ხიმშიაშვილი ვარ. თავმდაბალი საბურთალოელები თავის უბანს საბურთალოს ეძახიან, ხოლო სნობები კი ვაკეს საბურთალოს. საბურთალოდან ვაკეს გადაყურებს ფიქრის გორა. ადგილობრივები აქ ადიან და ფიქრობენ. ნეტა აბაშიძეზე ვცხოვრობდეო. საბურთალოზე არის ორი სპორტის სასახლე. ერთი სპორტის სასახლე არის მაღლივთან და მეორე დაბლა სპორტის სასახლესთან. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენი ნაკრების ბიჭები დელისიდან ორივე სპორტის სასახლის ფარში კარგად ისვრიან სამქულიანს. საბურთალოს ბოლოს რუსთავი 2-ია, როგორც გვირაბის ბოლოს სინათლე. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს რეზო და ბავშვები. ჩემ შოუში ნიუსების ტრიო. შოუში ნიუსები როდან გამხიარული დათისთვის არაფერი არ არის დამალული სოფლიო ყველა კუთხის სტეცელი ნიუსები დათისგან ეზეცია სიცილის იმპულსები დათი 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 ნიუსებს ვიწყებთ ისეთი ფაქტით, რომელიც მე მინიმუმ 10 წელი არ გამომევა. ალაბამელ მამაკაცს 1 მეტრის სიგრძის დაწნული წვერი აქვს. ამ კაცმა უნდა თქვას ნამუსი მქონიაო. რეკორდსმენს სახლში მეტრიანი არ ჭირდება, წვერს მიადებს და ყველაფერს ისე ზომავს. შეიძლება ამ კაცს 2 ჭიპიც აქვს, მაგრამ წვერი ეფარება. ცოტაც რომ მოიზარდოს წვერი, ტირიფას დაუძახებენ. მამაკაცმა წვერს გავიპარსავდი, მაგრამ გაზონის საკრეჭი მეზობელმა წაიღო. ახლა კი ნიუსი, რომლითაც მტკიცდება, რომ პატარებზე მეტად ვიდეო თამაშები დიდებს უფრო უყვართ. ახალგაზრდა დედამ, რომელსაც საალხელში ჩვილი ეჭირა, ვიდეო თამაშის ჩემპიონატი მოიგო. ეს ბავშვი გაიზრდება და დედა ეტყვის. არ დაჯდე კომპიუტერთან, თვალები გეტკინებაო. ახალგაზრდა დედას 1-2 აერია. ჩვილს დააჭირა შუბლზე და ჯოისტიკს მოეფერა. კიდევ კარგია, ამ ქალს ტყუპები არ ეყოლა, თორემ დარჩებოდა რეკორდის გარეშე. შემდეგი ნიუსი მათთვისაა, ვინც ბეისბოლის სათამაშოდ ხალხს ვერ პოულობს.
ნიუ-ჯერსიში 2358 ადამიანმა ბეისბოლი ერთად ითამაშა. ვისი პიჩერი ვის ბაზაზე იყო კაცი შვილმა არ იცოდა. სწორად ვერ გაიყვნენ. 1200-1158-ზე თამაშობდა. ნახევარი ამაზონი გაჩეხეს ამათმა, რომ თითოეულს ბიტა ჭეროდა ხელში. ჩემი აზრით, ამდენი ხალხის მართვას მწოთნელი კი არა, მხედართ მთავარი ჭირდება. დღეისათვის ბოლო, მაგრამ გრანდიოზული ნიუსი. იაპონიის პრინცი 19 წლის გახდა. ბრავო! პრინცმა განაცხადა, დამოუკიდებელი ვარ და ცალკე უნდა ვიცხოვრო. ჰოკაიდოს კუნძულზე. მთელი იაპონია დადგა და ჰინჩუნ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. ძალიან კარგი დაბადების დღე გამოუვიდა პრინცს. ორიგინალი გრენდაიზერი აჩუქეს და დაბადების დღეზე გოძილა ყავდა. ოღონდ გადაცმული კი არა, ნამდვილი გოძილა. სანთლების ჩაქვების დროს ტორტს სული რომ შეუბერა, მარტო სანთლები კი არა, მთელი ტოკიო ჩაქრა. დღეისათვის ეს იყო ბოლო ნიუსი. ახლა კი გადავდივართ ჩვენს შემდეგ რუბრიკაზე ნიუსებში ერთი სიტყვის ჩამატება. დათი შოუს ტემპი ახლა აჩქარდება. ჩვენი მოლოდინი ისევ გამართლება. მონოლოგის შემდეგ დათი გაწევდება. ნიუსებში იწყებს სიტყვის ჩამატება. ვენეციაში გონდოლების რბოლა ჩატარდა. დავიწყოთ ჩამატება. ვენეციაში გონდოლების რბოლა ხმელეთზე ჩატარდა. ნახეთ რა მაგარია? ვენეციაში ცეცხლმოკიდებული გონდოლების რბოლა ჩატარდა. ეს ყველაზე მეტად მოუხდა. ვენეციაში ფერარის გონდოლების რბოლა ჩატარდა. დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო. დემბელემ ოქროს სამყაროს ბურთი მოიგო. ნახეთ რა მაგარია? დემბელემ ოქროს ბეჭედი და ბურთი მოიგო. ახლა კი ჩამატება, რომელიც ყველას საინტერესებს. დემბელემ ოქროს ბურთი რანაირად მოიგო? დემბელემ იტალიური ოქროს ბურთი მოიგო. საჰარაში თოვლის ბაბუა დადგეს. პრინციპულებმა საჰარაში თოვლის ბაბუა დადგეს. საჰარაში თოვლის ბაბუა მაცივარში დადგეს. გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდა. გურჯაანში ღვინის ფესტივალი ღინით ჩატარდა. ამბიციური ჩამატება. გურჯაანში ღვინის ფესტივალი უემინემოდ ჩატარდა. აი კახური ჩამატება. გურჯაანში უწიფწო ღვინის ფესტივალი ჩატარდა. iPhone 17 კოსმოსში გაგზავნეს. გაბზარული iPhone 17 კოსმოსში გაგზავნეს. iPhone 17 კოსმოსში ჩაკრულოსთან გაგზავნეს. ნახეთ რა მაგარია? iPhone 17 კოსმოსში პურზე გაგზავნეს. iPhone 17 კოსმოსში სამკურნალოდ გაგზავნეს. საქართველოს იაპონიას რაგბში დაუპირისპირდება. საქართველოს იაპონიას რაგბში კიმანოებით დაუპირისპირდება. ნახეთ რა მაგარია? საქართველოს იაპონიას რაგბში თვალმოჭუტული დაუპირისპირდება. საქართველოს იაპონიას ანიმე რაგბში დაუპირისპირდება. და დღეისთვის ბოლო ჩამატება. საქართველოს იაპონიას გოძილას რაგბში დაუპირისპირდება. დათი შოუს ტემპი ახლა აჩქარდება. თქვენი მოლოდინი ისევ გამართლება. მონოლოგის შემდეგ დათი გაწევდება. ნიუსებში მორჩა სიტყვის ჩამატებას. ნიუსებში მორჩა სიტყვის ჩამატებას. ჩვენი დღევანდელი სტუმარია მომღერალი და პოლიტიკოსი ბატონი არჩიკო ნიჟარაძე. პირველად ბიჭები და სკოლაში ნუცასთან შეოსტარში არჩიკო ნიჟარაძე. გასტროლი შტატებში, კონცერტი ჩეხეთში, ქართველი მომღერალი ნიჟარაძე. ო ნიჟარაძე, ო ნიჟარაძე.
იგი დათისთან მოვიდა საბურთალოს რჩეული ნიჟარაძე საბურთალოს რჩეული ნიჟარაძე საბურთალოს რჩეული ნიჟარაძე მოგესალმებით ბატონო აჩიკო მაგას მოგესალმებით ჩვენთან სტუდიაში მადლობა შენ მოწვევისთვის და ყოველთვის მინდოდა შენთვის მომელოცა ეს წარმატებები ამ გადაცემის და მოკლედ გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს მაგარი ბიჭი ხარ და ამას აქ ესეთი წარმატებები გაქვს მიხარია მადლობა დიდი როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა მომეწონა რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბენდს და მუსიკოსებს თქვენ ყოველთვის მხარდაჭერა მადლობა დიდი კოლეგებს შეგიძლიათ უთხრათ თქვენს კოლეგებს საკრებულოში მოვიდნენ აქ და მათაც დაუწერთ ძალიან კარგ სიმღერას. კი ბატონო. გადავცემ აუცილებლად. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში. დიდი მადლობა. ზუსტად ვიცოდი რომ მოხვიდოდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხომ საბურთალოს მოსახლეობაზე ზრუნავთ და მეც ხომ საბურთალოს მოსახლეობაში გავდივარ. აჰა, გასაგებია, აუცილებლად, აბარამ. საბურთალოს ტელევიზია ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ბრძანდებით, ეკონომისტ, პროგრამისტ, მომღერალ, პოლიტიკოსი. მაგნაირი ამ ქალაქში დიმიტრის არა გელოვანი. მოდით თანმიმდევრულად გავუყვეთ. დავიწყოთ ბავშვობით. კი ბატონო. როგორც ვიცი, თქვენი პირველი ნაბიჯების სცენაზე იყო ანსამბლ ბიჭებში. კი ბატონო. და რომ გაიხსენოთ ეს პერიოდი და რატომ წამოხვედით ბიჭებიდან ტანი აიყარეთ და გაიზარდეთ? კი, ეს ვერსიაც არის, კი ბატონო. ესე იგი, მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და იქ დაახლოებით 7 წელი ამ ანსამბლის წევრი გახდით, ხალხურ ანსამბლში ღეროდი და საკმაოდ დიდი პერიოდი დაუთმე ხალხურ სიმღერას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს მუსიკალურ კარიერაში. შემდგომში ძალიან დამეხმარა ეს მრავალხმიანი სიმღერა და მოკლედ ყველას ვურჩევ რომ ამითი დაიწყო, იმიტომ რომ ეს არის ამბანი, რა თქმა უნდა, ქართული სიმღერის. სტუდენტობის დროს აქტიურ მუსიკალური კარიერა დაიწყეთ. დიახ. თქვენზეა ზუსტად ნათქვამი, სულ ღიღინი დაამთავრეთ. კი, ნამდვილად ღიღინით დავამთავრეთ ინსტიტუტი. ხშირად სტუდენტურ დღეებში მონაწილეობდი, ჩემს ინსტიტუტს მოუტანე ძალიან ბევრი გამარჯვება, ჩემს ფაკულტეტს და მოკლედ ხშირი სტუმარი ვიყავი სცენის მაშინ. უნივერსიტეტიდან გადავიდეთ თქვენ სოლო მუსიკალურ კარიერაზე. თქვენ 2004-ში გაქვთ ჯეოსტარი მოგებული. დიახ. რომელიც საბურთალოზე იმართებოდა. ანუ საბურთალოზე ყველაზე მეტი ხმის მოგროვება ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო. კი ბატონო, კი ბატონო. სრულიად შემთხვევით აი ესე მირჩია ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა რომ რაღაც კონკურსი იმართება და იქნებ მიხვიდეო, რაღაც კასტინგიაო და აი ესე სრულიად შემთხვევით მივედი და დამხვდა მაშინ ჩვენი უსაყვარლესი მომღერლები, რომელიც ჯიურის წევრები იყვნენ და მუსიკოსები და შევედი, მახსოვს გაზაფხულდა აყვავდა ნუში ვიმღერებ თქო ამ ქართულ სიმღერას თქო და არ ვიცი ხა იქ ძალიან ბევრი ბავშვები, გოგოები, ბიჭები იყვნენ და ეტყობა ბევრი სიმღერა ქონდათ, მოსმენი ძალიან გადაღლილები იყვნენ. უკვე აი ბოლოსკენ იყო რა ფაქტიურად ეს კასტინგი მისული და რა სიმღერა მომთეს და მეთქი გაზაფხულდა აყვავდა ნუში თუ შეიძლება მე დამიკრას მეთქი და უკვე ძალიან ისე სიამოვნად ეს სიმღერა და მიღებული ხარ შენ აუცილებლად უნდა იმღერეო და მეთქი დიდი მადლობა და მოკლედ ამის მერე დაიწყო ჩემი აი იმ დღიდან დაიწყო უკვე წარმატებები მერე უკვე ჯეოსტარის თავარი სცენა უკვე ფილარმონიაში იყო და იქიდან წამოვიდა და აქამდე მოვდივარ ესე და მოვუყო და რომ წაიმღერო თუ შეგიძლიათ კი ბატონო გაზაფხულდა ყვავილდა ნუში იღიმება ლურს თვალებაია სითბო ისე შემოიჭრა გულში თითქოს გული დამჩენოდეს ღია აი პანდრენ აბარა შემდეგ საქართველოს საზღვრებს გაცდით ჩეხეთში და ესტონეთში გრან-პრი გაქვთ მოგებული დიახ. როგორც ვიცი, ესტონეთისკენ გზად ერთი მუსიკალური კონკურსის მოგება სომხეთშიც მიაყვეთ. რომ მოგყვეთ. სადაგზა
ესე მიყვებოდი ხომ. და უკვე საერთაშორისო კონკურსებზე გადავედი. მე ანუ მანამდე ნუცაშკოლა, ჯეოსტარი და აქ საქართველოში რამოდენიმე კონკურსი იყო და უკვე მე მინდოდა რომ საქართველოს სახელი გამეტანა საზღვარგარეთ და ძალიან ვემზადებოდი ამ კონკურსებისთვის და იმხელა ენერგია ჩავდეთ რომ მაქსიმალურად მინდოდა რომ წარმატება ყოფილიყო და ასეც მოხდა და 2 გრან-პრი წამოვიღეთ. ბრავო. 19 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იყო თქვენი სოლო კონცერტი. აპლოდისმენტებით უსეიცია. თქვენ სოლო კონცერტში მონაწილეობდნენ ნიკა ნიკვაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ნათია პერანიძე, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ხელმძღვანელი ნციკლაური. სოლო კონცერტი რომ ამნაირი ჩაატარეთ, გალა კონცერტს როგორც ჩაატარებთ წარმოგიდგენთ. ისე ბატონო აჩიკო. თქვენაერ მომღერალი მეორე დროდის მეყოლება გადაცემაში სტუმრად. რომ მომიწევ გეყოლება. თავიდან მოვა. არა. დიახ, აუცილებლად. შემდეგ სეზონში. კი ბატონო. და თქვენ გიკითხავთ. მომღერლების სიმღერის დროს, თვალებს ატომ ხუჭავენ? თვალებს ატო ხუჭავენ? მე მგონია რომ ტექსტს იხსენებენ. არა, ზოგი თვალგახელიც იხსენებს ტექსტს. უბრალოდ მე მგონია რომ უფრო ემოციების გამო ხდება ეს თვალების დახუჭვა, მაგრამ ჯობია რომ მაყურებელთან არ გაწყდეს კონტაქტი. ჩემი აზრით, მაინც ჯობია რომ მაყურებელს უყურებთ. თუ გიფიქრათ ოდესმე რომ სიმღერას თავს თავანებებოდა, რა გიკეთებიათ ეგ 7 წამი? არ ყოფილა 7 წამი. ეგეთ 7 წამი არ არის. ბოლომდე მივყვები რა თქმა უნდა სიმღერას აუცილებლად, იმიტომ რომ 36 წელია ვემსახურები ქართულ სიმღერას და არავითარ შემთხვევაში არ დავამატებ. ძალიან კარგი. ბატონო აჩიკო, თქვენი საყვარელი მომღერალი ვინ არის? უცხოელი? ქართველიც შეგიძლია. ქართველი გოგი დოლიძე. და უცხოელი? უცხოელი ტივანდე. და თქვენი საყვარელი მანჟორიტარი? მანჟორიტარი ჯერ არ მყავს. ადრე ბევრ კონკურსში იღებდით მონაწილეობას. ახლა არჩევნებში, ესე იგი, შეჯიბრობითობას ვერ ეშვებით, ხომ? ვაი, რაღაცა ესე მოვდივარ რა. თითქოს ყველა მეუბნება, რომ აი კონკურსებში მონაწილეობა ზოგიერთ მომღერალს არ უყვარს, ხო? ვერ იტანენ ამ კონკურსებში გამოსვლას, მაგრამ რაღაცა ეს ჟინი რო არის, გამარჯვების რაღაცა მე უფრო აი ამ სიტუაციაში უფრო კარგად გძნობ თავს. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა სულ კონკურსზე ჩემ ამ ტერმა მიიღო მონაწილეობა. რაღაც მომენტში მე უკვე შემოქმედებითად უნდა შეხედო და განვითარდე და ესეც იყო რა, კონკურსები უფრო ახალგაზრდობაში, ბავშვობაში და მე რა თქმა უნდა წავყევი უკვე სიმღერას და ეს ეხლა არჩევნები არ გამოდის სხვანაირად, უნდა მიიღო მონაწილეობა. მაჟორიტარობა უფრო რთულია თუ მომღერლობა? მოდი ესე შევხედოთ ამ საკითხს, რომ ორივე შემთხვევაში ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ხალხს ვემსახურები, ამ შემთხვევაში ქართულ სიმღერას, რომელიც ჩემი აზრით სავიზიტო ბარათია საქართველოსი, ჩვენი კულტურაა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მეორე შემთხვევაში ხალხთან ურთიერთობა და მათი გვერდში დგომა თანაბრად რთულია და ორივე საპასუხისმგებლო, ასე ვიტყოდი და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ორივეგან დავიხარჯო ისე, როგორც იმსახურებ ჩვენი მომღერლის რომელი თვისება გამოადგება პოლიტიკოსს? გულწრფელობა. მე ესე მგონია, უნდა იყო გულწრფელი, თუ არა და შენი სიმღერაც არ იქნება საინტერესო და ხალხთან მიმართებაში მით უმეტეს გულწრფელი უნდა იყო, თორემ საერთოდ არაფერი არ გამოგივა. დიახ. მე ვფიქრობ, რომ idеალური სმენა გამოადგება ძალიან. აი კი ბატონო, ეგ სმენაც საჭიროა აუცილებლად. ამ შემთხვევაში, როდესაც მღერი მაყურებელი გისმენს, მაგრამ როდესაც ხალხთან ურთიერთობა გაქვს, უკვე მე უნდა მოусმინო. ასე რომ ორივე სმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინა საარჩევნოდ ალბათ ბევრ ადამიანს შეხვდეთ და ყველაზე უცნაური რა კითხვა დაუსვამთ? ირაკლი ძალიან გულშემატკივრობდი ჯეობარში, ესე მითხრა. ხო და ვერაფერი ვერ გაარტყა, მაგრამ მაინც მადლობა მოუხადე, იმიტომ რომ ნუ ასეთი კალბატონი იყო. ჩემი აზრით მაგას საბურთალოელი არ გკითხავდათ. ანუ მარტო საბურთალოს მოსახლეობას არ ხვდებით, ხო? არა. თქვენ ხართ საბურთალოს მაჟორიტარი. ანუ როგორც თქვენ იტყვით, ისე იქნება. არა. როგორც მოსახლეობა იტყვის. და საბურთალოს უბნებს თავისი სახელები დარჩება თუ დო რე მი ფა სოლ ლა სი? აი მუსიკალურ სავარაუდოდ თავისი დარჩეს ჯობია. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია.
სანამ ხუჩა კვარაცხელია ჩვენთან მოვა სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავდით. კი ბატონო. ხუჩა, შენი აზრით რომ არა ფეხბურთი მუსიკის რომელ ჟანრს შეასრულებდი? რეპს, როკს, პოპს თუ ფოლკს და რატომ? ალბათ ხალხურს სიმღერას. ფოლკი. ხო, ფოლკლორს და ალბათ, რა ვიცი, იმიტომ რომ სამეგრელოდან არის და ალბათ მეგრული სიმღერები ეყვარება, რა ვიცი. რა ვიცი, როგორ დავაკავშირო, არ ვიცი რა სიმღერებდა, მაგრამ მე ესე მგონია. და რომ წაგვიმღეროთ ნებისმიერ, რასაც ფიქრობთ რომ ხუჩა იმღერებდა. აშოჩელა იზობუსკა ოუნანას განიცონა ნანინა აი ესე იმღერებდა მგონია. იმიტომ რომ უყვარს ძალიან საქართველო. და ყოველ ნაბიჯში ამას ვხედავ. მოედანზე გამოსვლისას და თამაშის დროსაც და მორწმუნე ადამიანი და მგონია რომ ქართულ სიმღერას აირჩევდა ეს. ახლა რამოდენიმე ბლიც კითხვა საბურთალოზე. აუ, აბა, ავიდა. რამდენი მეტრია განსხვავება სიმაღლეში პეკინის გადმოსახვევსა და ვაჟას ძეგლს შორის? ვაიმე, ეს არ გამიზომია ნამდვილად და ისე რო თქვა რამე? თქვით? ნუ 15 მეტრი. არ ვიცი რამდენია. 110 მეტრი. 110, არ ვიცი. არა, ნუ ეხლა არ გამიზომია და დიახ. თქვენ გაზომეთ ეს თუ? დიახ, ჩვენ სპეციალურად ვიყავით წასული. ეს ძალიან რთული კითხვა არის, ანუ ყველა კითხვა ესეთი რა. აბა. ისე რა. რამდენია საბურთალოს მოსახლეობა? მოსახლეობა ვიცი 140,000-მდე დაახლოებით რა. სწორია. რამდენი მეტრო სადგურია საბურთალოს ხაზზე? საბურთალოს ხაზზე 7. 7. დიახ. ბატონო. ჩვენ კიდევ ერთი თამაში გვაქვს. აბა გისმენთ. ამისთვის რეკვიზიტები დამჭირდება. მზად ვარ. ბატონო. აჰა. აი ეს დავდოთ. ჩართულ ყურსასმენებს მე გავიკეთებ. ხო. და აქ წერია სიტყვები, რაც თქვენ უნდა მითხრათ და მე უნდა გამოვიცნო რა სიტყვა. აჰა, კი ბატონო. მომეცი ეგა. მეორე მომეცი. ამიდი ეს არ ექნება წაკითხვა. ტრაქტორი. როგორ? ტრაქტორი. დიახ. ტრაქტორი. ტრაქტორი, კი ბატონო. გამოიცი. სილუეტი. სილუეტი, კი ბატონო. ხო არის? სათლი. ძაღლი. არა, სათლი. არ ვიცი, არ შემდეგი. აი, შემდეგი. დინამიკი. პირამიდა? არა, დინამიკი. ირემი? აუ, ირე. დინამიკი. არ ვიცი შემდეგი. აი, სათვალე. არ ჩვენება არ შეიძლება? სათვალე. სათვალე? ო, ეგ არის. ბურთი. ბურთი, გამოიცვა. ფანქარი. როგორ? ფანქარი. ბარათი? ფანქარი. არ ვიცი. აღარ არის მეტი, აჰა, სილუეტი. სილუეტი. აი, გამოიცვა. მეორედ გამოიწვა. всё. მეტი აღარ არის. всё, მორჩა. ბრავო, რა. 1 2 3 4 5 გამოიცანი. ხალხმა მაგაზე იყო, აი. ძალიან. აუ, ეხა მე რა მეშველება, შენი თქვი, მომეცი აბა. მე ხო 10 წლის ვარ და მგონი სამართლიანი რომ იყოს. ხო. რა სიტყვასაც გამოიცნობთ, იმაზე უნდა წაიმღეროთ სიმღერა. პატარა მონაკვეთი. იმ სიტყვაზე. ბატონო, მაგრამ ხო ჯერ ნახოთ სიტყვები. კი, ბატონო. რა იქნება რა სიტყვა, სად სიმღერა არის? არა, კი არის. გაზაფხული. გაზაფხული? კი. გაზაფხული შემოსულალენ. ეგ არის. კი ბატონო. აბა შემდეგი. შემდეგ. სიყვარული. სიყვარული. სიყვარული დაფრინა. სიყვარული არ დადის. აბა წავიდა. მონატრება. მონატრება? მე ნატრები მიყვარხარ. აბა შემდეგ. სრემლები. სრემლები? ბატონს არ მიმღერია ეგ. ესინანულის სრემლები. ესინანულის სრემლებია. კი ბატონო. აბა ქუჩა. ქუჩა? დიახ. ლელა სიმღერა ხო არის? ღამე ქუჩას მიუყვები? კი ბატონო. კი ბატონო. დავიდა. მოი წინადადებას მეუნები თუ ერთ სიტყვა? არა, ერთ. არ ხო. აბა სერენადა?
ავაგე რანაირად. სერენა და ეგეთ სიმღერა სერენა და ქვია უბრალოდ თუ. კი. თორე ისე სიმღერა სერენა და არ არის ესე. კი ბატონო იყოს. გველებურა თუ დარდელი აღარავა. სერენა. ო, იმიტომ სიტყვა სერენას არ იყენებენ ესე პირდაპირ სიმღერაში. საბურთალო. საბურთალო? საბურთალო ძალიან კარგია, ხო, საბურთალო სიმღერა. და სიმღერა გვაქვს დასაწერი საბურთალო. უნდა დავწეროთ სიმღერა. საბურთალო სიმღერა არის. ძალიან კარგი. გამოვიცანი ყველა. ჩვენ დავწერთ შენ იმღერე. აგერ შევხვდეთ ამ გადაცემაში ეს. მე მგონი საინტერესო თამაში გამოგვივიდა. კი. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს, რომ ყველა სტომარი რაღაცას მასწავლოს და იქნებ თქვენც რაიმე მასწავლოთ ან მირჩიოთ რაიმე. კარგი, მაშინ ერთ რამეს გირჩევ, რომ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებ, მიიყვანე ბოლომდე. დიდი მადლობა. აი, ხარ, დიდი მადლობა მოწვევით. აქედან ისე ვერ გაგიშვებთ ერთი სიმღერა რომ არ შეგვისულოთ და რა შეგვისულოთ? კი ბატონო, გიმღერებთ აუცილებლად, ჩემთვის ძალიან საყვარელი, არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორის რომარ ცხილაძის სიმღერას. შენი თვალების ფერი. გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, შაბათს 15 საათსა და 30 წუთზე. ახლა კი გიტოვებთ სიმღერას ბატონი აჩიკო ნიჟარაძის შესრულებით, შენი თვალების ფერი. შენი თვალების ფერი თავსი ძონებ და ზეცა შენი თვალების ფერი იებს კაბებით ეცვა ლურჯი საღამოდგება ნაბისეცემა ჩტილი და სიზმარი ბიჭდება მოგონებები ფილი ვერ გაშორებ თვალებს ვიდექსი გიჟის სვართა ეს განსწავლები წავსე გონებს სიყვარულს გავდა ლურჯი საღამოდგება მზე იმალება სვაში ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში ლურჯი საღამოდგება მზე იმალება სვაში ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში არ მავიწყდება ახლაც გაცრად ნათქვამი ვარი 23-ეს ხმადა სატელეფონო ზარი ლურჯი საღამოდგება მზე იმალება წვაში ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში ლურჯი საღამოდგება მზე იმალება წვაში ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში ვერ გაშორებ თვალებს ვიდექსი გიჟის სვართან ეს განსწავლები წავსე բոլო სიყვარულს გავდა თეთრი ვარდების გონა თამბაქოს ფერი ტბები და უბიწყარი კოცნა და გრამაფონის ხმები თეთრი ვარდების გონა თამბაქოს ფერი ტბები და უბიწყარი კოცნა და გრამაფონის ხმები ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში თეთრი ვარდების გონა თამბაქოს ფერი ტბები და უბიწყარი კოცნა და გრამაფონის ხმები ვერ დაგივიწყებ ფერა ვერ აზროს გაცრის სვაში